დემოკრატიულობის ნიშნები არ ახალია და არ დაწყებულა არც მე-20 საუკუნეში, არც მე-19 საუკუნეში, მრავალათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ეს თანამძღვრები უძველესი დროიდან გვაქვს. ამასახილების უკვე აქეთ მე-19 საუკუნეში გიორგი მერჩულესთანაც გვაქვს და ივირონის ტიპიკონშიც დემოკრატიული ნიშნები, როდესაც დემოკრატიული ნიშნით ირჩევდნენ მონაზვნები თავიანთ წინამძღვრს. ასევე მე-11 საუკუნეებში იმდროინდელი გილდიები, რომლებიც არსებობდა, ამოუკიდებელი სასამართლო ნორმატიული სივრცე ჰქონდათ, რომ სადა მეფის ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება ცენტრალური გაასამართლებდა თავშად ამა თუ იმ გილდიის წევრს, მანამდე თვითონ ადგენდნენ სამართალს. შემდეგ უფლოვარსკვლავი ახსენა ბატონმა ოთარმა არ არის შემთხვევითი, ეს ფაქტობრივად მინიმუმ სულ ცოტა დასავლურ ცივილიზაციაში პირველი პრეცედენტია, როდესაც ის თავისთვის უნდაო თუ სისტემის ცვლილება უნდა და ფაქტია, რომ ხალხის, ანუ მაშინდელი ეგრეთ წოდებული საშუალო ფენის ინტერესებს გამოხატავდა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც დემოკრატიზაცია ეყრდნობოდა არა მონარქია, კონსტიტუციურ მონარქიას, ხო, არა ძალაუფლების განაწილებას ბარონების სახით, ხო, როგორც ბრიტანეთში მოხდა დიდი ქართლის სახით, არც მარტო ფეოდალიზმის, რომელიც ასევე არის და არ წარმოადგენს დესპოტიის, ასე უნივერსალური დესპოტიის მონარქიის ფორმას, ხო? იქ ერთია და ყველა მისი ქვეშევრდომია. ფეოდალისტი კი ნამდვილად გარკვეულწილად მაინც გაყოფილია ეს ინსტიტუტები და მაკიაველის სქემა მახსენდება, როდესაც ის ასხვავებს ერთმანეთსაგან ოსმალეთის დაპყრობა უფრო ადვილია თუ როგორი ფორმებით შეიძლება დაპყრობილი იქნეს იგი თუ საფრანგეთში, ხო? ამავე დროს უკვე გვიან ფეოდალურ პერიოდში ალექსანდრე ამილახვარი ცოტა დაგვირგვინება უკვე არის სოლომონ დედაშვილი, რომელიც ესე დემოკრატიის ნიშნებს კონსტიტუციური მონარქიის სისტემის ჩამოყალიბებით იწყებენ, მაგრამ ილია ჭავჭავაძეა სწორედ ის, რომელიც შეიძლება ითქვას ხუთლუარსკვლავის ხას არა, მაგრამ აგზელებს დემოკრატიზაციას არა ზევიდან ქვევით, არამედ ქვევიდან ზევით და ის არის პირველი და თეთრალეულები, ვინც ხალხის სახელმწიფოს, ხალხის კუთვნილ სახელმწიფოს, სადაც ხალხია მთავარი აქტორი, ხო, თავის სახელმწიფოში, ამ კურსს იწყებს თანამედროვე საქართველოში, მოდერნულ საქართველოში იწყებს ილია ჭავჭავაძე. და ესაა ის გზა, რომელსაც დღემდე ვადგივართ და მისი პირველი პროექტი შეიძლება სხვა მიმართულებით განვითარებული, მაგრამ მაინც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში ხელმწიფეობა ეკუთვნის ერს, ეს უკვე ჩაიბეჭდა. სიმბოლურია, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამანი იყო ნიკოლაძე სწორედ იყო იმ ხაზის გამაგვირგვინებელი, რომელიც ილიამ და თეთრალეულებმა დაიწყო.